საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთში ირაკლი კობახიძემ საგარეჯო ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, რის შემდეგაც მეღვინეობა კაჭრეთის ღვინისა და კონიაკის ქარხანას ესტუმრა. დღესვე პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილისგან სეზონის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. დაათვალიერა ალავერდის ტაძრის, გურჯაანის კულინარიული კოლეჯის სამშენებლო სამუშაოები და თელავის ერთ-ერთი რეაბილიტირებული ქუჩა. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით ერეკლე მეორის სახელობის თელავის ნომერ 1 საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. პირველ რიგში ჩვენ გავეცანით ავტობანის სქარსული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოებს. როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება საგარეჯო ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა და უახლოეს თვეებში დასრულდება მშენებლობა და ჩვენს თანამოქალაქეებს დასტუმრებს ეკნებათ კომფორტულად და უსაფრთხოდ თბილისიდან ბადიაურამდე გადაადგილების საშუალება. აშენდება 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი და მის შემდეგ უკვე გაგრძელდება შემდეგ მონაკვეთებზე მუშაობა. ასევე ვიყავით კაჭრეთში, მეღვინეობა კაჭრეთში, სადაც დაიწყო ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობით კონიაკის წარმოება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის თანამშრომლობა ქართულ და ევროპულ კომპანიას შორის ახალი ტექნოლოგიების შემოტანა კონიაკის წარმოებაში საქართველოში. ასე გურჯაანში ვიყავით, სადაც გავეცანით რთველის მიმდინარეობას, როგორც მოგეხსენებათ, შტაბი არის სრულად მობილიზებული და სათანადო ვადებში ხდება ღვინის ჩაბარება, გადამუშავება და ყველა პირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა, მეღვინეებმა მიიღოს სათანადო სარგებელი საკუთარი მოსავლიდან და რა თქმა უნდა გაგრძელდება შტაბის აქტიური მუშაობა. ასევე ჩვენ დავათვალიერეთ გურჯაანში კულინარიული სკოლის მშენებლობის სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, სადაც რამდენიმე ასეულ მსმენელს ექნება კულინარიული კურსების გავლის საშუალება და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ბუნებრივი ამ პროექტის განხორციელება. ასევე ჩვენ მოვინახულეთ თელავში ისტორიული სკოლა, რომლის რეაბილიტაცია იგეგმება, პროცესები დაიწყება ძალიან მალე და თავისი ისტორიული სახით, განახლებული სახით უნდა დაუბრუნდეს ეს სკოლა თელაველებს. ასევე ალავერდში ვიყავით, სადაც ასევე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს,არეაბილიტაციო სამუშაოებს. ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ამ მხარის განვითარებას.